ჩემი სახელია კიკილაშვილი ერეკლე, ვარ 13 წლის და დავდივარ ფეხბურთზე. სერაფიმე კაზაროვი ვთამაშობ ფეხბურთს. აქ არის მწვანე ფერი, ყვითელი ფერი და წითელი ფერი. მწვანეზე უნდა გამენაწილებინა ისეთი პროდუქტი, რაც სპორტსმენისთვის ყველაზე ჯანსაღი იყო. ყვითელზე იყო ისეთი პროდუქტი შედარებით, რაც არ არის სასურველი. და წითელზე იყო ყველაზე არაჯანსაღი. ვაშლს დავდე მწვანეზე. ვაშლი დავდე მწვანეზე, იმიტომ რომ ვიტამინებს შეიცავს და ჯანსაღი პროდუქტი არის სპორტსმენებისთვის. ბანანსაც მწვანეზე დავდე. ხილი დავდე ვაშლი და ბანანი მწვანეში, რადგან ჯანსაღია და სპორტსმენისთვის კარგი არის. კვერცხს და ხორცს დავდე მწვანეზე. მწვანეზე, რადგან კუნთებს აძლიერებს და პროტეინისთვის არის კარგი. თხილს, მიწის თხილს ავიღებ და მწვანეზე დავდე. თხილი იმიტომ დავდე, რომ ცხიმს იმატებს მაგით და ეგ სჭირდება სპორტსმენს, რომ კუნთის მასა მოიმატოს. და თხილს დავდე ყვითელზე. თხილეული არაა უბრალოდ ისეთი ჯანსაღი, როგორც დანარჩენები, მაგრამ თან არც არის ისეთი ცუდი, როგორც შაქრიანის საჭმელი, ანუ მაგალითად დონატები ან გაზიანი სასმელი. შაქარს დავდებ ყვითელზე. რადგან შაქარი არ არის სასურველი არ არის და ზედმეტად ბევრი შაქრის მიღება არ შეიძლება და მაგიტომაც ყვითელზე დავდე. ეს არის შაქარი, შაქარს დავდე წითელზე. დონატს დავდე წითელზე. დონატები დავდე წითელზე, იმიტომ რომ ტკბილეულებია, არა ჯანსაღი სპორტსმენისთვის. გაზიანს ავიღებ და დავდებ წითელზე. წითელზე დავდი გაზიანი, იმიტომ რომ ყველაზე ცუდი სპორტსმენისთვის ეგ არის, რადგან ხელს უშლის სირბილში და თუ ძალიან ხშირად მიიღებ, შეიძლება მარტივად დაიღალო. რო დავდექი სცენაზე და მითხრეს ესე ფერების მიხედვით, უფრო გამიმარტივდა, იმიტომ რომ მწვანე ყვითელზე და წითელზე მარტივი არის უფრო. როგორ უნდა გაანაწილო და ნელ-ნელა მომეშვა და უფრო გამიმარტივდა ლაპარაკი. მაგრამ მალაზონის აზრი მაინტერესებს და ჩემი აზრი დამეხმარება, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე და უკეთესად ვიკვებო. უნდა დავეთანხმო ერეკლეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის კვება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სპორტსმენის კვება ითვლება სპეციფიკურ კვლევად, ანუ განსაკუთრებული საჭიროებები რომ აქვთ კონკრეტულ ნივთიერებებთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში ერეკლეს და სერაფიმეს უნდა ვუპასუხო. პირველ რიგში უნდა შევაქო და ვთქვა, რომ მათ ძალიან კარგი არჩევანი გააკეთეს. მაშინ, როდესაც მაგალითად ხილი დაბოსტნეული მწვანე ზონაში განათავსეს. მაშინ, როდესაც სილას მიუჩინეს ადგილი ისევ მწვანე ზონაში, რადგან კუნთის ფორმირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთშეხამება. ერთი მხრივ კუნთის მასაზე ზრუნვა და მეორე მხრივ კუნთის გამძლეობაზე ზრუნვა და რაოდენ ბევრი ცილაც არ უნდა მივიღოთ ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ცილის მოხმარება კუნთს არ წაადგება. პირიქით შეიძლება ჭარბი ცილა ცხიმადაც კი ჩალაგდეს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ნახშირწყლები. განსაკუთრებული ყურადღება მე მინდა ვთხოვო მიაქციონ თხილეულთან დაკავშირებით მათ ინფორმაციას. ყველა შემთხვევაში ისინი არიან ძალიან ყოჩაღები, ძალიან მონდომებულები და რაოდენ სასიხარულოა ჩვენთვის, როდესაც მოზარდები კრიტიკულად აფასებენ საკუთარ კვებას და იციან მათ მიზნებს, როგორ შეუხამონ საკვები პროდუქტები. თუმცა თხილთან დაკავშირებით მე დაუბრუნდები ამ ფრაზას, რომელიც მის მავნეობას უკავშირდება. არის თუ არა სახიფათო და უნდა მოვათავსოთ თუ არა ყვითელ და წითელ ზონაში, ან უნდა გაუთამამდეთ თუ არა მიწის თხილს. სინამდვილეში პირიქით არის, თხილეული არის ძალიან კარგი არჩევანი თქვენთვის, მომავალი სპორტსმენებისათვის. თხილეული არის კარგი არჩევანი ყველა შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გვაქვს მისი გამოყენების შესახებ გარკვეული რისკები, მაგალითად ალერგიული რეაქცია, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადება, როდესაც ამ პროდუქტების მოხმარება უნდა შევზღუდოთ, თუმცა რადიკალურად არ ამოვიღოთ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს არის უნიკალური მცენარეული ცილის და უნიკალური მცენარეული ცხიმის, ომეგა-3-ის ნაკრები, რომელიც დატვირთულია თუთიით, დატვირთულია მაგნიუმით და მრავალი სხვა მინერალით, რომელიც ძალიან სჭირდება თქვენს განვითარებას. რაც შეეხება მიწის თხილს, ასე არ შევაქებდი. რადგან ის არის პარკოსანი, ალერგიული რეაქციის თვალსაზრისით ძალიან მაღალი პოტენციალი აქვს და გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ინდივიდუალური დამოკიდებულება ამ პროდუქტის მიმართ. ასე რომ გასათვალისწინებელია ზოგჯერ წარმოდგენები და რეალობა, რომელიც ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა.